რუბრიკაში ეპოქალური შეწევნა. ჩვენ შევეცდებით გამოვიცნოთ რა სტრატეგიას აირჩევს ჩემი ახალი კონკურენტი სერიალების და ფილმების ბაზარზე. მაშასე, ჩვენი მოგონილი სერიალები და ფილმები, რომლებსაც ჩვენი აზრით გადაიღებს პანამელი ინვესტორი. ნებისმიერი დამთხვევა შემთხვევითი არ იქნება და გაირჩევა საავტორო უფლებების კუთხით ქართულ სასამართლოში. მერე პროფილით დაეწერება ურთმელიძეს, მართლა. და ჩემი კურსელი იყო, ეგა ცხადია მე მომაგებინებს. მოკლედ, რუბრიკა ეპოქალური შეწევნა. სტრატეგია არის ასეთი. კარგი სერიალის გადაღება ძნელია, უცდია და იცის. ამიტომ ერთი სერიალი კარგი რო გამოჩნდეს, 9-ს გადაიღებს ცუდს ფონისთვის სპეციალურად. სტრატეგია არა ეგეთი. სულ გადაიღებს 5 კარგს და შესაბამისად 45 ცუდ სერიალს. როგორ დააბრუნა ბიძომ შობა, ერთი ასეთი. გრინჩის გაგრძელება ის. ერთი ასეთი სერიალი იქნება. მე ბებია ილიკო ილარიონი და ადმინისტრაციული რესურსი. ერთი ასეთი სერიალი იქნება უცხოური. ჰარი პოტერი და სისხლიანი 9 წელი. ერთ სერიალს გადაიღებს ნინძებზე. ეს იმენა თვითონ ევასება. იყოს ერთი ნინძებზე. დავით აღმაშენებელზე გადაიღებს ფილმს, რომელშიც მეფე დავითი ომებისგან თავისუფალ დროს გიგანტური ხეების გადარგვითაა დაკავებული. პირველი არხის ბაზაზე დამზადდება დოკუმენტური ფილმების კრებული კეთილის ვავები. და ჩემი ცოლის დაქალებს ვერ გააკეთებს, მაგრამ სხვა ჩცდებს გააკეთებს, რომ ხალხი დააბნიოს. ჩემი ციხის დარაჯები, ჩემი ცვილის დამბაჩები, ჩემი ცივი დარაბები, ჩემი ცელქი დამკაშები, ჩემი ციყვის დალალები. მაგრამ ნუ გეშინიათ მეგობრებო, ჩემი ცოლის დაქალებს ისევ ჩვენ გადავიღებთ. და კიდევ რაღაცებსაც. მე ვარ მიშა მშვილდაძე და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. არ დავკარგოთ ერთმანეთს.